მაყურებელს ახლა კი სიუჟეტი უნდა შემოგთავაზოთ. ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზში ჯრუჭის ოთხთავი გამოიფინა. ვნახოთ ამ თემაზე ლევან სილაგავას მიერ მომზადებული სიუჟეტი. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით ჩატარდა გამოფენა სახელწოდებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ტექნიკურ უნივერსიტეტში. ბატონი რეზო კურიაშვილი არის ინიციატორი ამ გამოფენის, რომელიც ქიმიის ფაკულტეტის კორპუსში შედგა დღეს და ხვალაც და ზეგაც იმუშავებს. გასაგებია რატომ? იმიტომ რომ პრაქტიკულად მოამზადეს ეს ექსპოზიცია ჩვენი გამოფენების განყოფილებამ და რესტავრაციის განყოფილებამ. მომავალი რესტავრატორები უნდა პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში იზრდებოდნენ, აქ იხლეწებოდნენ, აქ იღებდნენ უმაღლეს განათლებას, დოქტორანტურა იქნება თუ მაგისტრატურა იქნება, აქ უნდა გაიარონ ეს კურსები და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა სტუდენტებისთვისაც და პროფესორ-მასწავლებლებისთვისაც. გამოფენის მიზანია სტუდენტებს გააცნონ საქართველოში სამწიგნობრო კერების განვითარების ისტორია და ის ეტაპები, რომლებსაც უძველესი ხელნაწერის რესტავრაციის პროცესი მოიცავს. მე სამომავლოდ მინდა, რომ ამ რესტავრაციის პროფესიას სწორედ ქიმიკოსები, ბიოლოგები დაეუფლონ და გააგრძელონ ეს მამულიშვილური საქმე. გარდა ამისა, აქ ეხლა წარმოდგენილია მთელი ჩვენი ტაო-კლარჯეთის სამწიგნობრო კერები. ანოტაციებია გაკეთებული ქართულად და ინგლისურ ენაზე. ასევე არის კონსერვაცია რესტავრაციის ლაბორატორიის მთელი სამუშაოები წარმოდგენილი, ეს ხელნაწერების აღდგენა როგორ ხდება. რაც მთავარია, დღეს დილიდან სტუდენტობა ეცნობა აი ამ ჩვენ სამწიგნობრო კერებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ტაო-კლარჯული ხელნაწერის, ჯრუჭის სახარების ასლი და საინფორმაციო ბანერები საქართველოს სამწიგნობრო კერების შესახებ. ჯრუჭის სახარება ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ხელნაწერი წიგნი, რომელიც გადაწერილია 926 წელს. აღსანიშნავია, რომ გადაწერილია იგი გრიგოლ ხანძთელის დაარსებულ ლავრაში, შატბერდში, რომელიც გახდათ გარდა იმისა სასულიერო ცენტრისა, კულტურის კერაც. და აი ამ ცენტრიდან ძალიან ბევრი, 6-7-8 ხელნაწერი მაინც არის მოღწეული სხვადასხვა ეპოქის და პერიოდის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მე-10 საუკუნიდან მოღწეული ხელნაწერები და მათ შორის ჯრუჭის სახარება. გამოფენაზე მისულ სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებული კონსერვაცია რესტავრაციის ლაბორატორიის მიერ ჩატარებული რამდენიმე წლის ამსახველი ბანერების დათვალიერებისა, რომლებზეც ასახულია სხვადასხვა უძველესი და მნიშვნელოვანი ხელნაწერის რესტავრაციის პროცესი, ხელნაწერის გაწმენდის, ახალი ყდის შექმნის, ხელნაწერის ხელახლა აკინძვისა და სხვა. წარმოდგენილია 3 სიუჟეტური სცენა სახარებიდან და 3 არის განკურნების სცენა და ერთიც გახლავთ ღვთისმშობლის გამოსახულება, ჩვილედი ღვთისმშობელი. ზოგადად ხელნაწერებში ღვთისმშობლის გამოსახულებას ღრმითურთ ჩვენ არ ხვდებით, მაგრამ როგორც ჩანს ეს გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ შატბერდი იყო ღვთისმშობლის სახელობისა და ამდენად გამოუყენებიათ ეს ღვთისმშობლის, ჩვილედი ღვთისმშობლის გამოსახულება. ორიგინალი სახარების ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მინდა გითხრათ, რომ ეს არის გამოცემული ტექსტიც 1954 წელს აკაკი შანიძემ გამოსცა სახარების 2 ძველი რედაქცია 3 შატბერდული ხელნაწერის მიხედვით და აი ერთ-ერთი სწორედ ესეც გახლავთ. გადაწერილია ხელნაწერი, როგორც გითხრათ, 926 წელს, მაგრამ ცოტა გვიან არის მოხატული 940 წელს. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არის უდიდესი ხელნაწერი მემკვიდრეობის საცავი საქართველოში.